გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, როგორ ხართ? კარგად, მე გიმასწავლებელო. ერთი სული მქონდა, როდის დაიწყებოდა ახალი გადაცემა. აუ მეც ბეგო, აი მეც ერთი სული მქონდა. ძალიან მიხარია. მე გიმასწავლებელო. მაგ ყუთში რა დევს? აი ამ ყუთში ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი პერსონაჟია. ჩქარა გონახეთ რა მე გიმასწავლებელო. აუ გონახეთ რა. აუცილებლად გაჩვენებთ, მაგრამ მანამდე ერთი სიახლე მინდა გაგაცნოთ. ბეგო და ბეგი, აბა შეხედეთ ამ კედელს. რას ხედავთ? ой, მე ვხედავ ასობგერა ას. მართალია? რომელიც წინა გადაცემაში ვისწავლეთ. შესანიშნავია. აი დღეიდან ანბანის თვითონული მასწავლი ასობგერა ყოველ ახალ გადაცემაში ამ კედელზე დაემატება. რა მაგარია, ჩვენ ცოდნის კედელი გვექნება. ცოდნის კედელი? ოჩახ ბეგო, რა კარგი სახელი მოიფიქრე. მადლობა. მე გიმასწავლებელო, ქართულ ანბანში სულ რამდენი ასოა? 33. ბეგი, წარმოიდგინე, ამდენი ასო რო დაემატება, როგორ გალამაზდება ჩვენი ცოდნის კედელი. ფერადი ცოდნის კედელი. ძალიან მიხარია რომ ასე მოგეწონა. ახლა რაც შეეხება ყუთში მოთავსებულ პერსონაჟს. აი ერთ გამოცანა ლექს გეტყვით და მისი პასუხი სწორედ ამ ყუთშია მოთავსებული. საინტერესოა. აბა ყურადღებით მომისმინეთ. იცის ცურვა, იცის ფრენა, ნისკარტი აქვს მსხვილი. ეს ფრინველი ყველა მიცის. ბეგო, მე გამოვიცანი. მეც მოდი ერთად თქვა. ერთად თქვა. რა თქმა უნდა, იხვი. ოჩახ, მართალია. ეს არის იხვი. აი, იხვი. რა საყვარელია. ცოტა სასაცილო. ბეგო და ბეგი. სასაცილოც არის ცოტა. თქვენ ისეთი ჭკვიანები ხართ და ისეთი ყურადღებიანები, მინდა გკითხოთ, კიდევ რაიმე ხომ არ იცით იხვის შესახებ? მე ვიცი. აბა? აი, ვიცი რომ იხვებს ძალიან უყვართ წყალი. ოჩახ? ეს რა მაგარი რაღაც ცოდნია ბეგი. ახლა მე ვიცი რომ სასაცილო ხმებს გამოსცემენ აი ასე. ოჩახ, ძალიან კარგი. აი, ეკრანზე გამოჩნდა იხვი და დაბლა სიტყვაც წერია. შეხედეთ? აი, პლანშეტებში შევხედოთ აბა. ესე იგი, პირველი და ბოლო ასო არის განსხვავებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს სწორედ ეს ასო უნდა შევისწავლოთ. მართალი ვარ მე გიმასწავლებელო? მართალი ხარ ბეგი. მე გიმასწავლებელო, მეს პირველმა დავინახე, მაგრამ არ ვთქვი რომ ბეგის არ წყენოდა. მე თქვა მერე, ვინ გიშლი და ერთი ვიცოდე რა. კეთილი, ამის მერე ასე მოვიქცევი. დაიწყო ახლა ბუზღუნი მე გიმასწავლებელო. ბუზღუნი, კარგი რა. კმარა კამათი ბეგო და ბეგი. როგორც მიხვდით, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ასობგერა ი. და ჩვენი პერსონაჟის სახელიც სწორედ ამ ასოზე იწყება. იხვი. გაიგე ბეგო? დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა ი. რატომ მეუბნები ამას? მე ვზივარ და ყურადღებით უსმენ მე გიმასწავლებელს. რა გინდა გოგო ჩემთან რა? ბუზღუნი. აი, მე გიმასწავლებელო, ნახეთ რას მიკეთებს სპეციალურად ასე მაბრაზებს რომ ვიბუზღუნო და ვიყო ბუზღუნა ბეგო. მე ვარ პერსონაჟი პოეტი ბეგო. დამანებე გოგო თავი, დამანებე, რა გინდა? აუ, ერთი წუთით. გონი, ლექსი დავწერე, მე გიმასწავლებელო. ლექსი? დიახ, ლექსი. მე გიმასწავლებელო, უთხარით რა წაგვიკითხოს, აი ძალიან მიყვარს ბეგოს ლექსები. რა საკვირველია, სიამოვნებით მოგისმენთ ბეგო. როცა მკითხეთ, დავფიქრდი და იმ წუთშივე მიხვდი, როგორ უნდა გამიჭირდეს, გამოვიცნო იხვი. აუ
ძალიან მაგარია, ბეგო, ყოჩა. ოჩახ ბეგო, შენ უკვე აღარ ხუმრობ? საინტერესო რაღაც მოხდა, მე გიმასწავლე, ასეთი რამე ჯერ არ მქონია. ბეგივი რომ გავაბრაზა, უცებ დავწერე ლექსი. რა მაგარია, ბეგო, ესე იგი ამიერიდან ლექსების წერაში მეც ყოველთვის მოგეხმარები ხოლმე. გაჩერდი გოგო, გაჩერდი, შენი დახმარების გარეშე წერდი ლექსს და ახალას არ დამჭირდება. მე მთავარია, ჩემ ნერვებს უნდა გაუფრთხილდე. უყურე ამას, დამანებე თავი შენი გაბრაზება მაკლია კიდე. კარგი, მე შემოგთავაზე და თუ არ გინდა რა ხვეწრეს კი არ დაგიწევ. დიდი მადლობა რა, დიდი ბეგო მადლობა. და ბეგი, რა საყვარლები ხარ? მოდი გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა, კარგი? დავაგრძელოთ. და ახლა ვნახოთ, როგორი წერება 100-ი. აუ, რა საინტერესოა. ნახოთ. აბა შეხედეთ? პლანშეტს ნახევ შეხედე გოგო. დახედეთ პლანშეტებს? აი, ასე. აუ, რა ლამაზიასოა. მე გიმასწავლო, კიდევ ერთხელ განახეთ რა, ძალიან აქვთ ხოლმე, ძალიან. სიამოვნებით. აბა ყურადღებით? უყურებ. აი, ასე. რა მაგარი. ძალიან ლამაზიასოა. ნამდვილად. ახლა მოდი ერთი თამაში ვითამაშოთ. ვითამაშოთ. ეკრანზე გამოჩნდება დაშლილი სურათები. ბეგი, პირველმა მინდა რომ შენ გამოიცნო. ერთ მინიშნებას მოგცემ. დიახ. ამ ცხოველის სახელი იწყება 100-იზე. აბა მოემზადე ბეგი? აჰა. შეხედე პლანშეტს. ერთი წუთით მე გიმასწავლებელო. კარგად ვაკვირდები. აჰა. ეს მგონი რქებია. მართალია? აჰა. ადვილია, მე გიმასწავლებელო. ეს არის ირემი. ოჩახ ბეგი. გამოჩნდა ირემი. ოჩახ ბეგი. ბეგო, შენი ჯერია. მეორე სურათი უნდა გამოვიცნო. ყურადღებით უყურებ. სხვათა შორის ამ ფრინველის სახელიც ბეგო იწყება 100 ბგერა იზე. აბა მოიმზადე? აბა. აი, ასე. ვაი. უყურებ, ვაკვირდები. ერთი წუთი. ხო. ეს ინდაურია? ოჩახ ბეგო, რა თქმა უნდა ინდაურია. ვაიმე, გამოჩნდა ინდაურის სურათი და ახლავე გააქრეთ, ახლა მე თვალებს დავხუჭავ, გეხვეწები. არ შემიძლია ამის ყურება, არ შემიძლია. კარგი, დამშვიდი. ახლავე გამოვთავ. აი, ვაიმე. დამშვიდი ბეგო, რა დაგემართა? ვაიმე, ერთი წამით, ხაერი ჩავისუნთქო. ვაიმე, როგორ შემეშინდა, ვაიმე. ახლავე მოგიყვებით, რატო შემეშინდა, გაინტერესებს ხო ალბათ? რა უნდა ბეგო გისმე? ახლავე. ბეგი, ხო გახსოვს, შარშან რომ სოფელში ვიყავი ბებუსთან წასული. კი, მახსოვს. აი ერთ დღეს სოფელში ყოფნისას, ჩემთვის სეირნობდი და აი ზუსტად ისეთი ინდაური გამოვიდა, დავინახე ეკრანზე რომ ანახე, ზუსტად არ ცოტა უფრო დიდი იყო და მომდევს. მე რომ დამინახა გამომეკიდა. მე გავრბივარ, ის მომდევს, გავრბივარ. მოვიხედე, უღარ ვეკითხები. ინდაურო, რა გინდა? რატო მომდევ? არაფერი არ მიპასუხა, მარტო ყვირის. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ვიხედები, რა გინდა? ვაიმე, მე გიმასწავლებელო, ძლივს შევასწარი სახლში ჭიშკარი დავკეტე და ვაიმე, როგორ შემეშინდა იმის მერე, ძალიან მეშინია ინდაურების. უყურე ამას, როგორ დამცინის? არა, ბეგო, შენ კი არ დაგცინი. აბა, ვის დაცინი? აი, უბრალოდ, ისე საყვარლად აჯავრებ ინდაურს, როგორ შრებოდა, როგორ. იცი რას გეტყვი? აი შენ რო გამოგეკიდება ინდაური, ჩემზე უკეთესად მიბაძავ. არ გინდა ბეგირა, რატო დავცინი, რა წესია რა? ბეგი, გაუმიბუტემე. დამანებე თავი გავეკუტული ვარ. მე მგონი მართლა ეწყიდა ბეგოს. კარგი, ბეგო, გეხმარებ. აუ, ბეგო. რა? არ გეწინოს გთხოვ რა, მე მხოლოდ გეხუმრე. კარგი რა, შენ კიდე გიყვარს ხოლმე ჩემი დაცინა რა, რა. ბეგო, თანაც შენ ხომ იცი რომ ინდაურების საშიშები სულაც არ არიან. მე გიმასწავლებელო, ბებომაც ზუსტად ეს მითხრა, მაგრამ რო გენახათ, როგორი იყო, როგორ მომდევდა, როგორ ყვიროდა. აი, ვაიმე, ძალიან შემეშინდა. აუ, ერთი წუთით, ბეგი, გაჩერდი, აღარ შენ სიცილის ხარ გავიგებო. რა გავაკეთოთ ახლა იცით? მე გიმასწავლებელო, ჩამირთეთ ინდაურის სურათი. დარწმუნებული ხარ? კი, ჩამირთეთ. კარგი, ბეგო, ვთავ. აი, უყურებ.
არ მეშინია და ლექსიც დავწერე. ვა! ერთი წუთი მაცალეთ. როგორ უნდა მეშინოდეს? ფრინველია შინაური. მეტი აღარ გავიქცევი, თუ შემხვდება იდაური, გადავლახე იდაურის შიში. აი უყურებ, მაგრამ იცით რა, მოდით რა, აღარ მინდა რა იდაურის სულად გადავლახე შიში და საკმარისია რა. აი, ახლა გამოვდა. ოჩახ ბეგო, აი ვამაყობ შენი. მადლობა. ბეგო და ბეგი. თქვენ დღეს საჩუქარი ნამდვილად დაიმსახურეთ. მეგი მასწავლებელო, ვიცი რა საჩუქარი იქნება. რა? და ანიმაციას ვნახავთ. რა საკვირველია. დღეს ჩვენ უნდა ვნახოთ ანიმაცია იხუზე. კარგია. მაგარია. აბა, ნახოთ ანიმაცია. შეხედოთ პაშეც. სურავს და ფრინავს იხვი დიდი ნისკარტი აქვს ცოტა ბუზღუნის იჩის წყალში კარგად გრძნობს თავს იხვი მეგი მასწავლებელო. დიახ. ეს რა კარგი ანიმაცია იყო, როგორ ვიხალისე, როგორ მომეწონა და ერთი წუთი ბეგი, ნახე, მე დავიწყე სიმღერაში მომზადება და მე მგონი ცოტა უკეთ გამომდის, აი მოусმინე. სურავს და ფრინავს იხვი დიდი ნისკარტი აქვს. როგორ იყო? იცი რა, აი უკეთესადაც შეგიძლია. აი ნახე, ასე უნდა გემღერა. სურავს და ფრინავს იხვი. დიდი ნისკარტი აქვს. ცოტა ბუზღუნიც იცის. რა კარგად ღერი, ყოჩახ, ბეგი, აუ, მეგი მასწავლებელო, რა კარგად გამოსდის, ხო? მართლა კარგად ღერის ბეგი. ბეგო, შენ გული არ დაგწყდეს, აი დარწმუნებული ვარ, თუ ბევრს ივარჯიშებ, სიმღერა აუცილებლად გამოგვიყვება. მეგი მასწავლებელო, მე ხო ვარ პერსონაჟი, შეუპოვარი პოეტი ბეგო. ვივარჯიშებ და შენი ერთ დღეს როგორ საჭიროა ისე ვიმღერებ და აი ხელებს გავშლი და ვიმღერებ როგორ წესი და რიგია. ბეგო, შენ ისეთ კარგ ლექსებს წერ, აი დარწმუნებული ვარ სიმღერასაც ძალიან მალე ისწავლი და შეუდარებლადაც იმღერებ. ვაუ, მეგი მასწავლებელო, იცით მე როგორ მიყვარს ბეგი? ბეგი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, ნახეთ რა სიტყვები მითხრა, მადლობა ბეგი, შენ ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი. აბა რა, ჩვენ ხო მეგობრები ვართ, ბეგო. ბეგო, ბეგი, მეგობრები. მაგარია, ბეგო, ბეგი, მეგობრები. ბეგო და ბეგი, ძალიან მიხარია რომ ასეთი კარგი მეგობრობა შეგიძლიათ. ახლა რაც შეეხება ჩვენ ქართულ ანბანს. დიახ. ჩვენ უკვე ვიცით ორი ასობგერა. დიახ. ა და ი. დიახ. და რაც ყველაზე საინტერესოა, უკვე რამოდენიმე სიტყვის შედგენაც შეგვიძლია. რანაირად, მეგი მასწავლებელო, რანაირად? ორი ასო ვიცე, სულ ა და ი, რანაირად? ი. ახლავე გეტყვით, მომისმინეთ? დიახ. აი, ია. რა კარგია, ბეგო. აი, ია. ბეგი, ნახე, შენი საყვარელი ყვავილი როა, ია. ის გამოჩნდა და აი, ია. აი, ია. მაგარია. მეგი მასწავლებელო, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. აუ, დიახ, ძალიან. ბეგო და ბეგი, ჯერ სათხარ. წინ კიდევ უფრო საინტერესო და საოცარი მოგზაურობა გველოდება. აუ, რა კარგია. აუ, ძალიან. მაგრამ ახლა ჩვენი დამშვიდობების დრო დადგა. მაგრამ ბავშვებო, ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. აუ, ხო, აუცილებლად
სრულად დაგიბრუნდებით, ბავშვებო. აი თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი, სადაც ონლაინ თამაშები გელოდებათ. ოჩახ, ბეგი რომ არ დაგავიწყდა. კარგად იყავით, ბავშვებო. ნახვამდის, ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე ცოდნის ხიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა. მაგარია გზა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე სადეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს რატომ თოვს ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს ვაი ამაღლა არის მართლა ეს ყრუბელი კურდღელს აშინებს მგელი ვაი ზებრას ოლები აქვს მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებით გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეგი